გუშინ ვიღაცა ბრაზილიელი ჟუანა ჟუნიოსი რაღაცა სტატიის რევიუსავით შევხვდი რაც ხარ უცხას რა ხო და ეხლა რაშია საქმე კაცო ესე იგი გუშინ დავამთავრე ეს წიგნი რა ეს სტოელების ინკორპორეალებზე რომ არის მაგას ვლაპარაკობ ხოლმე და ამეწელა ეგ ამბავი მოკლედ რთული გასაგებია ძალიან და უამრავი ლიტერატურა არსებობს თურმე მაგას სტოელებზე განსაკუთრებით ეხლა კიდე იწერება თურმე ძალიან ეს საკვანძო მომენტია იმიტომ რომ ცulis იძლევა ერთგვარ სხვადასხვა ფილოსოფიურ პარადიგმას იძლევა უბრალოდ ეზეხენს იგი მაილდ რომ სუბუქი რბილი მეტაფიზიკა და რაღაც მოგეთერ მთელი ამბებია მაგრამ და ეს სტატია რომელიც მე წავიკითხე კვლევა ნუ ეხლა უკვე სტატია აღარ შეიძლება ესე თვითონ ავტორი ეძახის ეს არის მიმოხილვა ამ ესესი მიმოხილვა მე-20 საუკუნის დასაწყისში ერთმა ფრანგმა დაწერა სპეციალური კვლევა სტოელებზე და სტოელების ერთ-ერთ ფილოსოფიურ ცნებაზე, რომელსაც ქვია უტანურები, რა ესე იგი ტანისგარი უსხეულოები ინკორპორეალს ეძახიან, რა ინკორპორეალს, არასხეულებრივი, უსხეულო რა, უტანური. კორპს ტანურია, კორპს. ხო და კორპუსი რა, კორპუსი რომ რაღაცა ტანი ჩონჩხი რა. ხო და კორპუსი, ხო და ინკორპორეალი, ესე რომ ტანი არა, უსხეულოა, უტანური ქართულად ესე იქნება. უსხეულო, მაგრამ უსხეულოს ეგრე გებულობთ როგორც უსხეულო ანგელოზები და რაღაცები. და ამიტომ სხეული გადადის. ეს ტანი ახალი სიტყვა არ არის ძველ ქართულში ტანი და მოკეთ ინკორპორეალია და ეს ინკორპორეალი არის რაღაც უცნაური ძალიან ტერმინია, რომელზეც ვერ არიან შეთანხმებული თანამედროვე მკვლევარები ამ სტოიციზმის თუ რას ნიშნავს კონკრეტულად, მაგრამ მე-20 საუკუნის დასაწყისში ამ ბერნარმა დაწერა ეს ამის შესახებ პირველმა დაწერა აი ამ ინკორპორეალების შესახებ, რომ ეს რაღაც უცნაური ცნებაა და უცნაური ონტოლოგია, ესე იგი უცნაური ფილოსოფია და უცნაური მსოფლმხედვა შემოაქვს. Სხვადასხვა ეს მსოფლმხედვა, ეს ფილოსოფია სტოელების საფუძვლად დაუდევს რომის სამართალს. ესე იგი რომის სამართალი დაფუძნებული არის სტოურ ფილოსოფიაზე, ეს ციცერონი სტოელი იყო რა მოკლედ. ხო და ესე იგი დღესაც კი ჩვენ ვართ ესე ამ სამყაროში სადაც ცხოვრობთ, რომის სამართლის სხვადასხვა ვარიანტებია რა. რომის სამართლის ვარიანტია ის ანგლო-საქსონური პრეცედენტული სამართალი და რომის სამართლის არის მოგონს ეს ჩვენი სამართალი რომელიც არის და ჩვენი სამართალი აგებულია რაღაც გერმანული სამართლის ჰოლანდიურ ვარიანტზე, იმიტომ რომ ამაზე არის აგებული რუსული სამართალი, რაღაც ესეთი ბაბდაბუდა არის რა, ბაბლაბურდა და მე ეს ყველა ერთმანეთში არა, მაგრამ მაინც ეს ყველაფერი დაფუძნებულია რომის სამართალზე. ჩვენ რომის სამართლიდან მოვდივართ. ჩვენი ჟულის კანონიც კი ის რომის სამართალზეა დაფუძნებული. რა ესე როგორც თვითონ ის როგორ იმართება კრება, კანონები, როგორ ფნება, ეს ყველაფერი რომიდან მოდის. ეს რომის პოლიტიკური წყობის ასე ვთქვათ, პროექტასი პროჟექტირება ხდება რა, ესე იგი, გავრცობა ხდება, დავისებული რა, წანაზარდებით არის რა, ასეთი. ცუდი ხა არ არის. ხო და ასეთ ვითარებაში მე ეს ესე რომელზეც გელაპარაკებით დაწერილია თუ აი ამ ბერნარის ამ გამოკვლევამ რა გავლენა მოახდინა ფრანგულ ფილოსოფიაზე მაგრამ გარდა ამისა ამ გავლენის გარდა კიდევ ის აჩვენებს თუ ამ ფრანგულ ფილოსოფიაში ესე ფრანგულ ენაზე დაწერილ ფილოსოფია ჟუაოს ფრანგულად დაუწერია ხა თქო არ არის ძნელი ამ ჟუავებისთვის ბრაზილიელებისთვის დაწერა ფრანგულად ან შეიძლება სულაც არ არის ფრანგულად მე ჟუაუნეზეა დაწერილი მოკეთ ის სამი კვლევაა რა ეს ავტორი ვიზეც მინდა ხელ თქვა რაღაცა სამი კვლევას იყენებს ეს ჩემი ავტორი ეს ესეზე ესე ვისაც აქ დაწერილი მის სამ წიგნს რეალურად რა და სამივე წიგნის რევიუს აკეთებს და
რევიუს კიდათ კი არა სუმარის აკეთებს, რევიუს არის სუმარის, ესე იგი შეჯამებას აკეთებს რა ამ სამი წიგნისა ამ გარკვეული მიმართულებით, ამ ინკორპორირების მიმართულებით, მაგრამ გარდა ამ ყველაფრის ამ ესეში მოცემულია მაგალითად არა მხოლოდ ფრანგების, არამედ მაგალითად თუ გარკვეული საკითხი, რომელიც თუო საკითხია, ან ვერ დასტურდება, ვერ არგუმენტირდება კარგად ეს საკითხები, ის შეიძლება როგორ არგუმენტირდეს მაგალითად გერმანულ ფილოსოფიაში, ან თქვათ ჰაიდეგერთან, ან ჰუსერლთან, ან ფრანგულ ფენომენოლოგიაში, ისე არის გაკეთებული, რომ გიჩვენებს ამ სტატიის პრობლემატიკას, ესე იგი ამ კვლევის ბერნარის პირველ მე საუკუნეში დაიწერა იმის პრობლემატიკას გიჩვენებს. ესე იგი გიდებს წინ და გაჩვენებს ამ პრობლემატიკას, ესე იგი როგორ განვითარდა, რა ხარვეზებია გაშეუთანხმებული, რა ამას ყველაფერს იკვლევს. ესე იგი ამ ადამიანს ეს აინტერესებდეს ინკორპორირების საკითხი. შეიძლება ამ ავტორის კიდევ მოვძებნო რაიმე ნახოთ, მაგრამ უბრალოდ ხუნა და ეს ჩემი წიგნი უნდა დავასრულო და ეს უსასრულოდ გრძელდება ეს საკითხი და შეიძლება არ ვიცი ამ საკითხს შეიძლება აღარც მივედევნო მე, მაგრამ ეხლა რაც დამჭა არის რომ აი ამ ბერნარის შესახებ რაც არსებობს, თვითონ ბერნარის ნაწელის და ამ ბერნარის შესახებ რაც არსებობს, მაგის ყველაფრის აი ეს მიმოვიხილო და იქ გარკვეული საკითხები რაც ახლებურად წარმოიშვება ან ახლებულად განმარტავს და ადასტურებს ან უარყოფს ჩემს ადრინდელ იდეებს, აი იმის დაწერა მაკლია ეხლა და შემდეგ გადავარ უკვე თვითონ მაქსიმეზე რა. და მაქსიმეზე ბევრი არ არის, რამდენიმე ციტატა მაგ გასარჩევი, ნაწილობრივ ისინი უკვე გარჩეულია და შემდეგ ამას მოყმარდება, გაჩერდება, მერე მაგ რამდენიმე კიდევ საინტერესო სტატია, ძალიან მარტივები არის, უკვე თეოლოგიური სტატიები არის, დებილობებია, თან მართლმადიდებლების არის ძირითადად და ეხლა ეგ არის ერთი ამოსულ თქვით ის არის, რაც აიკითხო უცებ. ანარქიაზე თუ გახსოვთ ჯორჯ სარამაგუს სამი წიგნი რო ვილაპარაკეს, სიბრმავე, მეორე არის თვალახელაო თუ რაღაცა ქვია და მესამე არის კაენი. სამივე წავიკითხე მაგის ძირითად ნაწარმოებათა გენითულება და იმიტომ რომ მაგასთან დაკავშირებით მე ანარქისტული ფილოსოფიის რაღაც ბმები არის რა, რომ ანარქისტულ ფილოსოფიაზე ორი სტატია უკვე დაწერილი მაქვს. ასე რომ ეხა მართლმადიდებულ ანარქიზმზეც დაემატება კიდე რაღაცა და ეგ არ მგონია რთული იყოს რა. აი ეხა აი ამ ინკორპორირებებში ვარ გაჭედილი ძალიან. თუმცა ეს ყველა სტატია წავიკითხე თავში, მაგრამ იმ წერის დროს აღმოჩნდება ხოლმე რაღაც. ხო და აი ეხა ამ ჟუაო ჟუზე რაზე ვამბობ. უცნაური რაღაცა ამოაგდო რა. და მე იმას ვერ წავიკითხე, იმიტომ ნახე ჟუაო ჟუას სტატიები და ყველა ფრანგულად არის დაწერილი. თან ეხა წიგნებია. და ძირითადი იდეა რაც ეხა ამან აქ მოიყვანა, ეს შემთხვევით საკმარისი არის. ხო, ერთი წიგნი კიდე არის, ერთი არის. პრინციპში ერთია, ხო? კარლ შმიდთან კანონის დასასრული. The End of Law. ეს კარლ შმიდი არის პოლიტიკური თეოლოგიის მამა, იგი დიდი გიგა ზედანია ასწავლიდა ილიას უნივერსიტეტში, ჩეხაპროსო ილიას უნივერსიტეტში ხურავენ. აი ეს წინვალე იდეები რასაც ეს ასწავლიდა ილიასთან, ილიას უნივერსიტეტში. რაღაცა მაინც ისწავლებოდა ამ ფილოსოფიასთან მიმართებაში და რაღაცა საკითხები და აი ხეს ყველაფერი აი ეს უკანასკნელი წყაროც კი მოაკლდება. არდა ეს გიგა სწორედ აი არის გამართლებული თანამედროვეობის აი ესე ვთქვათ გიგა ზედანია და სკოლა რომელშიც ჩვენ ესე იგი ილიას უნის სკოლა არის თანამედროვეობის კვლევის, მოდერნის კვლევის რაღაცა მიმართულებით. და იგი კვლევა რა არის მოდერნი, ესე იგი რა არის ევროპა, დასავლეთი და რაღაცა, რომელიც ფილოსოფიურ კვლევა თავის კრიტიკიან ყველაფრიანა და აი ხა ესეც რომ მოგვაკლდება დავჩებით შემდეგ აი გიორგი მაისურაძეების და ევროპის რაღაც იაფასიან უნივერსიტეტებში ან თუნდაც ამერიკის იაფასიან უნივერსიტეტებში
აი ამ რადიკალური მემარცხენე ლიბერასტების იმაში აღმოჩნდებით იდეოლოგიის გავლენის ქვეშ და არაფერი აი მას შეპირისპირებული არაფერი აღარ გვექნება რა ეს ამას ილიას უნივერსიტეტი ახერხებდა ერთადერთი და აი დავჭით ესე აი ესე რაღაცნაირად დავჭებით ახლა თუ ეს გავაქვთ ეს თაობის მას გამოიყოს თაობის გამოხშირვა იქნება და წვეთა და ეს არ არის კარგი ამბავი ხო და მოკეთ გიგას ქონდა ის ასწავლიდა პოლიტიკურ თეოლოგიას ასწავლიდა კურსს მაგისტრებს და იქ სწორედ აი კალშმიტიდან იწყებდა პოლიტიკურ თეოლოგიას პოლიტიკურ ფილოსოფია თეოლოგიის და აი ეს კალშმიტისზე არის შესანიშნავი თანამედროვე აი ხა 23-ში 24-ში გამოსული კვლევა სწორედ აი კალშმიტის მიერ აი სამართლის დასასრულის შესახებ ესე იგი რომ იმ გაგებით ეს რომა სამართალი როცა არის ეს მაგისი კი არა არამედ აი იმ სამართალს რომელიც სამართალში ჩვენ ვიმყოფებით თავისებურად გამოცლილი აქვს ფილოსოფიური საფუძვლები ესე გამოცლილი იმ გაგებით ისე ის როგორც მაშინ ფუნქციონირებდა ხა ზოგადად კი სამართლის ფილოსოფია კი ჩიხში კი არ შევიდა არამედ ახალი გზები არის საჭირო მოძებნა აი ამ სამართლის აი უსამართლო ესე სამართლის დენდოლო ესე სამართლის დასასრულის ერთ-ერთი ნიშანია ისაც დღეს ამერიკას ჭირს მაგალითად ან ევროპას რომ აღარ საერთაშორისო სამართალი ფუნქციონირებს ხამას კი გიგი ხუჩია უწოდებს საერთაშორისო სამართალი შეიძლება არსებობდეს ნუ ოკეი ამ ჭკუაზე ის პუტინთან ერთად არის მაგრამ ის შეიძლება სამართალი იმდენად არ იყო რამდენადაც ნორმა იყო რაღაცა წესები იყო რომელიც წესებზეც უნდა შეთანხმებული იყვნენ ადამიანი მაგრამ მისი აღსრულების მექანიზმი რახან არ არსებობდა ეს სამართალი გულისხმობს სამართლის აღსრულების მექანიზმს თორე ისე იქნებოდა მორალი რა და ეს იმდენად საერთაშორისო სამართალი არ არის რამენად საერთაშორისო რაღაცა მაქსიმებია ესე იგი წესები ქცევის წესებია და სულაც არ არის სამართალიო იძახის მაგრამ ასე თუ ისეა თუნდაც ის რომ სამართალი ეს რომის სამართალი ვერ გადავიდა იმპერიული სამართლიდან ესე იგი მაინც იმპერიულია გინა არ გინა რომის სამართალი ამ იმპერიული სამართლიდან ვერ გადავიდა გლობალურ სამართლამდე აი ეს პრობლემები დღეს ეს პრობლემები მეტნაკლებად დგას მაგალითად რომ ტრამპი ფეხზე იყიდებს სასამართლო გადაწყვეტილებებს აქ ამერიკაში სასამართლო ახალდელს კი არა მომავალსაც ესე იგი რასაკეთებს ის ამერიკის სასამართლოს ჯერ ხო არ ასრულებს ამერიკის სასამართლოს არც ითვალისწინებს თავშკოზე დადის არც საერთაშორისო სამართალს ნორმებს დაგიდებს და არც მის ეხა ნებისმიერ მორალს ქვემოთ უდევს ფილოსოფია და ესე იგი თანამედროვე ფილოსოფია თუ ამ მოდერნული ფილოსოფიის კრიზისია, როცა შმიტი ლაპარაკობს სამართლის კრიზისის გულისხმობს სწორედ რომ სამართლის ფილოსოფიის კრიზისია და კრიზისია სწორედ მოდერნული ფილოსოფიის კრიზისია. ამიტომ გადადის ის მე პოლიტიკურ ღვთისმეტყველებაზე, რომელიც აქტუალური გახდა მართლმადიდებლებში 2010 წლიდან. აი ეხლა ესე იგი აი დაიწყო წიგნები ლომად იწერება და ასე შემდეგ. აი ეს სტატიები რაც გითხარით ანარქიაზე ეგეც ის მკრებულიდან არის რომელიც გამოვიდა 2017-ში თუ 18-ში თუ და შეიძლება ოციანებში არ მახსოვს. აქ ამერიკაში გამოვიდა და იქ არის სწორედ აი ამ უკვე ანარქიზმზე, ესე იგი ანარქისტულ პოლიტიკაზე თეოლოგიურ პოლიტიკურ თეოლოგიის, ანარქისტული პოლიტიკური თეოლოგიის შესახებ არის სამი სტატია და საერთოდ ერთი წიგნია მთლიანად 2021-22-ში გამოსული კვლევა მართლმადიდებლური ანარქიზმის შესახებ, სადაც ძირითადად იქ ლაპარაკი არის უფრო საეკლესიო სტრუქტურებზე, იმდენად არ არის იქ. ამ შემთხვევაში მე საეკლესიო სტრუქტურებზე არაფერს არ ვლაპარაკობ. მეტნაკლებად არ ვლაპარაკობ. ხო, არ ვლაპარაკობ რა, ესეთ ვიწრო თემებში შეიძლება გაკვირთ ვახსენო და მეტი არაფერი. ხო, ესე იგი ისი თქვა მინდა ეს ასეთ ვითარებაში ხეს ჟუას მე ვერ წავიკითხავ და ამიტომ დღეს ალბათ სანამ ფეხბურთი დაიწყება აი ამ გვერდს სადაც ჟუა არის
ესე განხილული ამას თავიდან ბოლომდე თარგმნი რა ესე ყოველგვარი ჩემი კომენტარების გარეშე დღეს დავждები ახლა იქა და ამას გადავთარგმნი რა ალბათ არ არის ბევრი რამდენიმე ორი გვერდია სულ რა და ჩემ წიგნში მაგას ვაპირებ თლიან ციტატად ჩემ ტექსტში ვაპირებ თლიან ციტატად დავდო ესე ამ გვერდს თლიან ციტატად დავდებ რა ну შესავალს გავუკეთებ რა და ცოტა ესე რა დაახურეთ ორ წინადად აი ძალიან ესე გავაკეთებ ალბათ გვერდნახევარი ორი გვერდი გამო არ ვიცი ნახავ ხა დღეს ზუზუს გავასეირნებ დილაკ გავასეირნებ ყავას მოვიხარშამ ავალ ყავიანაი კომპიუტერთან დავჯდები და დავიწყებ ხო ეხლა რა სამოსე ჟუა ეხლა მე ის გუშინ აი ჟუა წავიკითხე ზეთი გამოწვალი მანქანის და იმ მანქანას ვკითხულობდი მოგხსენებთ ჩვენი გაჯეტები გვაძლევს ამის საშუალებას აგე ტელეფონშიც მაქვს იგივე ტექსტი იგივე იქ ყველგან ხო და იქ ვკითხულობდი რა და ხო იცი ესეთ მომენტში კაფანტული ხარ და ფილოსოფიურ ტექსტს კითხულობ მაგრამ ნუ შოკივით იყო უცებ დამეცა და რა ხდება ეხლა რა ხდება ესე იგი მე რატომღაც მოვინდომე რომ არის რიცხვის ფილოსოფია ესე იგი რიცხვი რა არის რიცხვი და ესეთი ეს უკვე პლატონიდან იწყება ესე იგი ციფრი კი არა რიცხვი 1 2 3 ესე თქვა რა ფილოსოფიის მატარებელია ეს რაცნებას რა როგორი რეალობა აქვს რიცხვს არსებობს არ არსებობს ჩვენ როგორ ვაზრუნებთ აი მაგალითად რიცხვის გაგება ცხოველებს არ აქვს 1 2 3 4 5 ხო ვერ ითვლიან ისინი ხედავენ ბევრი ცოტა და ჩვენც ახლა თუ გინდა არ გვინდა მაგალითად ციფრებს როგორც ახლა ჩვენ დღეს აღვქვათ ხო ესე ხო არ იყო რა ეს შემოვიდა მას შემდეგ რაც ინდურმა ფილოსოფიამ საიქიდან ჩინელებიდან გადმოიტანა არაობის მოდი ზუზუ რა ამოდი არაობის არაფრობის იდეა და ეს არაფრობის იდეა არის ასე ვთქვათ სრულყოფილობის იდეა სული ის რაც შემოიცავს მთლიანად სამყაროს რომელისგანაც არაფერი არ გამომდინარეობს და არც ის გამომდინარეობს არაფრისგან ამას ვერ ხვდებოდნენ ვერ არის ეს არის ნული ჩვენ ორი ვატავთ ნული რუსული სიტყვაა და 0 ორი მხრიდან შევიდა რა ეს თუნ რა ვიცი აქედან ნუ რუსეთში შევიდა 0 თუ არ ვცდები ფრანგებიდან და 0 გერმანელებიდან თუ რაღაციდან ამიტომ 0-დან 0-ია რა და ჩვენც ქართველებს 0-ის გვაქვს და 0-ის გვაქვს ეხა ინგლისურად ნიელ არის ხო ნიელი ვითარ ხო არაფერი რა და ეს რო რიცხვია 0 რო რიცხვია ესეთი გაგება არ არსებობს არც პლატონთან არც არისტოტელესთან და არავისთან და აი ხა დღეს ჩვენ როგორც აღვქვათ სამყაროს და როგორც ვითვლით ჩვენთვის 0 რიცხვია ესე იგი ამოტრიალდა ესე იგი ჩვენ უშვეთ არაფრობას და არაფრობიდან ვიწყებთ თვლას და არა ერთიდან ხოლო ეს მანამდე სანამ არაბები შემოვიდნენ ჩვენ თვლით ერთიდან აი ესე იგი ჩვენი თეოლოგია რაც არის ეს სამყაროში ცხოვრობს სადაც ჩვენ ესე მართლმადიდებლო ცხოვრობს სამყაროში სადაც 0 არ არის ხოლო აი ამათვის 0 არის აი ეს უცნაური ვის არის ახლა ეს მათემატიკოსები უფრო მე ხა ზოგადად რაღაცა ესე ვთქვი მაგრამ ძალიან უხეშად მაგრამ რეალურად ეს პრობლემა და აქედან მოდის მე დათვლა რა მათემატიკა ეს როგორც უცებ ვითვლით და მე ამან შემოიყვანა მექანიკას უკვე მექანიკური გათვლებით შეგვიძლია და ამ მექანიკით ვაჯობეთ მე ზუსტად აღმოსავლურ ჩინურ და იაპონურ და ჩინურ ტექნოლოგიას სწორედ ესე ხო ეხლა ამასაც თავი დავანებოთ და გადავიდეთ უფრო სხვა რამეზე ესე იგი იწყება ამ რიცხვის ფსიქოლოგია და ეს რიცხვი თავს ხდება რეალობის თავში ესე იგი რიცხვი არის ისეთი რაღაცა რომელიც არის მისთვის ესე იგი ეს არის მაგრამ ის სხვა შინაარსი გარდა იმისა რომ არის არ აქვს მაგრამ ეს არისობი ბევრია ხო მაგალითად ერთი არის მაგრამ გარდა იმისა რომ ერთია მეტი არაფერი შინაარსი არ არის არც საგანია არც უსაგნობა არც ხეა არც არ შეიძლება ხე მე გამოთვალოთ ჩვენ რიცხვების საშუალებით მაგალითად 1% მასში იყოს წყალი 5% იყოს ნახშირება რაღაც აი ამ კომბინაციებით რაოდენობით ასე ვთქვათ პროპორციებით
1, 2, 5 რაღაცით შეგვიძლია შემდეგ უკვე მივიღოთ ხის ფორმულა. ქიმიური ფორმულა იქნება, რაც იქნება ყველაფერი მაინც პროპორციებზეა, ხო? თვითონ ქიმია ხო ვიცით? ქიმია არის მაგალითად ელექტრონების და ბირთვების რაოდენობა, ესე იგი 1, 2, 5 რაღაცა, ბახ 5 იქით. ესე იგი აი ესე გაგება, ესე იგი რა არის 1, რა არის რიცხვი. ეს არის, ესე იგი სრული შეუცნობლობა, რაც არის პირველი შეცნობადობა, რაც მოდის. პირველი შეცნობადობა, ოღონდ ეს პირველი შეცნობადობა, რაც არის, არაფერ ინფორმაციას არ გაძლევს გარდა თვითონ ამ შეცნობადობის უნიკალურობის. ესე იგი, ის გეუბნება 1 შეცნობადობა, 2 შეცნობადობა, 3 შეცნობადობა, 4 შეცნობადობა. ის არც პირველი, მეორე, მესამე, მეოთხეა. არც არაფერია პირველი, რიგიც კი არ არის მათ შორის. ეს არის უბრალოდ 1, ეს არის 2, ეს არის 5. მე ამას რიგში შევმალაგებთ. როდესაც ამას რიცხვებს მიუმაგრებთ. იქ რიგიც არ არის. იქ არის უბრალოდ ეს რიცხვები. მაგრამ აი ამ რიცხვების ურთიერთშორისობით შემდეგ ეს არის პირველი, რაც ადამიანი იგებს და ამ რიცხვების მერე აძლევს ამ რიცხვებს გარკვეულ იდეებს, გარკვეულ რაღაცა საგნის სახელი, 1 ცხენი, 1 რაღაც 5 ისა, 5 ჰიდროკარბონატის მიმატებული 7 სულფატ მარილი რაღაცა ესე იქნება და აი ასეთ ვითარებაში აღიწერება რაღაცა საგანი. ეხა ესე ქიმიაში მაგრამ ისე ზოგადად ვიღებ 1, 2 რაღაც რიცხვებს, ეს არის პირველი შეცნობადობა, აი პირველად რომ რაღაცას დაინახე. თუნდაც ეს იყოს ფერი, მაგალითად ფერი ჭირი. ან შეიძლება ეს იყოს მუსიკა, მაგრამ მუსიკაც ვიცით რომ ეს მუსიკა უკვე გულისხმობს რიცხვებს. მუსიკა არის რიცხვების ურთიერთობის გერად აღწერა. ზოგადად მუსიკა და რიცხვი და ფერიც სხვათა შორის აი ამ პირველ კატეგორიას განეკუთვნება და ეს არის მშვენიერება, რომ ღმერთი მშვენიერია. არის ღმერთი მშვენიერი. კეთილ მშვენიერება იმიტომ არის, რომ აი რიცხვებთან შორის კავშირი რაღაც თავისებურ კანონებს და აი კანონებს ადგენს თავის მშვენიერი. აი მუსიკა არის სწორედ აი მუსიკა ძალიან ციფრულია. აი რიცხულია, აი მუსიკა ნებისმიერი ჩვენი ჰარმონია, აი 12 ნოტი რო გვაქვს ისე როგორ არის ერთმანეთთან კავშირში, სულ ეს არის რიცხვების კავშირია, მოკლედ. იქ თუ და პროპორციები რაღაცები დაირღვა, თანამიმდევრობა და პროპორციები დაირღვა, იქ ადამიანის ყური ვერ აღიქვამს და ასე შემდეგ. მოკლედ ეს რიცხვების არის. და მე ეს რიცხვები, ესე იგი ეს პირველადი წარმონაქმნები ვისივით, რომლებიც წარმოგნაქმნი არის და არა თქმნილი. აი თვითონ წარმოიქმნა, ასე ვთქვათ, იმ 1-დან იმ აი ეს 1 არის 0 რა, ხათ არამედ რა გაგე. და ეს არის მაგალითად ისეთი რაღაცა სტოელებთან ეს პრობლემაა, აი მაგალითად სამყარო არსებობს, მაგრამ არსებობს თუ არა სამყაროს მიღმა სიცარიელე, ადგილი. აი ეს სტოელებისთვის არის ფილოსოფიური საკითხი და ისინი მიდიან დასკვნამდე, რომ საზღვარი არ არსებობს. საზღვარი არის ინკორპორეალი, ესე იგი ისეთ სამყაროს გიხატავს, ეს არაფერი თვითონ გამოდის ერთგვარი საზღვარი. რომელიც თან არის, თან არ არის, ნულია რა. მოკლედ ესეთი რაღაცაა და ეხლა ასამოს ეს ჟუაო. ეს ჟუაო არის ბრაზილიერი და ბრაზილიაში ეს ქრისტიანობა, კათოლიციზმი ხო არის, მაგრამ არის ადგილობრივი ისევე როგორც ჩვენთან რა. ჩვენი მრავალ ღმერთობა იქ კოპალა და ვიღაც მას მეისტერები და ბაბალე და რაღაცები ქრისტიანობაში მიიღეს. ახლა მაგალითად თუ არ ვცდები წმინდა გიორგი ხან იესოსთან იგივდება ხან მთავარ ანგელოსთან, ხო? ესე იგი და ბოლოს ეს თეთრი გიორგი აღმოჩნდა და ეს თვითონ ეს გიორგი რომელიღაცა ღვთაება არის ქართული. ეს ქართული ღვთაება ცხადია ყველაფერი საბოლოო ჯამში ჩინურამდე მიდის. ინდურამდე მიდის და მე ინდუელებს კიდე ჩინელებისგან აქვს აღებული როგორც. მოკლედ საბოლოო ჯამში ყველანი ცხოვრობთ ჩინურისა და ეგვიპტურის რაღაც ნაზავში. როგორც არ უნდა ვთქვათ. ხო და აქაც სწორედ პროპორციებია რა. აი ჩინური და ეგვიპტური რო შეზავდნენ, თქვენ ესე უხეშად რა. მივიღეთ თქვათ ქალდეული. მე ქალდეული და ეგვიპტური რო შეზავდნენ, ხელახლა მივიღეთ იუდაური. შენ ქალდეული ეგვიპტურთან რო შეზავდნენ მეორეჯერ მივიღეთ ეგვიპტური, ისა ელინური და ებრაული რო შეზავდნენ მივიღეთ ქრისტიანული. ხო, ეს ესეთი ამასობაში ეს გავლენები კიდევ უფრო მეტად
მე საქართველოს შემოდის ქრისტიანობა თავის სახისგებლო საქართველოს რელიგია რაღაც არის მცირე აზიულ ქალდეული რელიგია არის ჩვენი შეიძლება ეს კითების რელიგიის ნაშთების მოიპოვება სვანებში ჩვენ მოხევებში და კაც მარიცის რა კონგლომერატი ვართ ჩვენ მაგრამ საქმე იმაშია რომ ადგილობრივი ეს როგორც ჩვენთან მოხდა ეს ჩვენი წმინდანების რაღაცნაირად აი ბაბალერო იყო ღმერთი მზის პირველი გამორწყინება დისკოს სინათლე იმას ბარბალებს რა ბაბალებს ცეცხლი ბაბალებს ავთ რომ არის მაგას დაარქვეს ბარბარე და კუდარებს უკეთებდით და ეხლა კუდარი მარხვაა და ლობიანებს უცხობთ მაგრამ დედაჩემი უცხობდა კაკულუანებს კაკალში აკეთებდა და ფხულუანებს ეძახიან კიდე ფხალით რაღაცას ესე იგი სანამ ეს ლობიოთი ჩანაცვლებოდა ჯერ ეთქვა ფხალითა და ამ რაღაც სცენარიული ჩაანაცვლის ხო ეს ესე ეგრეა და ეხლა რა ხდება მოგეთ მე გამიშთა იდეა რომ ინკორპორიალების ესე იგი პლატონური და არისტოტელეს მთელი ერთი 40 გვერდი მაქვს როგორ მაგაზე დეტალურად დაწერი როგორ არის შემდეგ ეს მაგალითად იოანე პეტრიცთან ხო რიცხვების ეხლა რა ხდება პროკლესთან ესე იგი რომლის შემდეგ ინტერპრეტაციაც არის ცალკე მაქსიმე და ცალკე იოანე პეტრიცი თავად პროკლე ძალიან მჭიდროდ განიხილავს ამ სტოელებს, ამათ ინკორპორიალებს. ოღონ ამათ ამ ინკორპორიალების სინთეზს აკეთებს პლატონ არისტოტელის ფილოსოფიასთან თავისებურად. ესე იგი და აი ამას მე აპროკლეს ეფუძნება უკვე მაქსიმე ნეოპლატონიზმი, მაგრამ იმის მასწავლებელი, მაქსიმეს მასწავლებელი არის წმინდა წყლის ნეოპლატონიკოსიც. ესე იგი მაქსიმე აკეთებს კიდევ ერთ ახალ ფილოსოფიურ სინთეზს და ამგვარივე სინთეზს, ნუ ახლა ჩემი ჭუით აკეთებს ხელახლა კიდევ პეტრიცი. ამიტომ დამჭირდა ინკორპორიალების და პლატონ არისტოტელეს რიცხვების და ნეოპლატონური რიცხვების რაღაცნაირად შედარება, შეპირისპირება და შედარება სტორ ინკორპორიალებთან, რომლითაც ჩემი აზრით გავდივართ ჩავწუდებით უფრო კარგად მაქსიმეს თეოლოგიას და ფილოსოფიას, რომელთანაც თანხმობაში ჩემი ღრმარწმენით არის იოანე პეტრიცი. არ უნდა დაგვიწვით, რომ იოანე შოთა რუსთაველმა მოისურვა რომ ყოფილიყო დასაფლავებული მაქსიმეს ხატის ესე იგი გამოსახული ჯვრის მონასტერში მაქსიმე აღსარებლისა და იოანე დამასკელის ფეხით. თვითონ რუსთაველიც გვევლინება ჩვენ აი ამ ფილოსოფოსთა ასე ვთქვათ გამხატრულება და ახალი მსოფლმხედველობის დახატვა ქართველებისთვის. ესე იგი მაქსიმე ჩვენ ქართულ ცნობიერებაში ძალიან ну ყოველ შემთხვევაში რუსთაველი ამბობს აი ამ ბურჯის ყნობიმეს დამასკელს და მაქსიმეს და დამასკელი არის ის ბოლო ვის მაქსიმეს გააზრების შეეცადა და მაქსიმეს გარკვეული ფილოსოფიის თეოლოგიის გარკვეული ნაწილები თავისებურად ინტერპრეტირება გაუკეთა მას იმ თავის სუმარში, ესე იგი შეჯამებაში, მართლმადიდებლური სწავლების შეჯამებაში. იმის მერე მაქსიმეს სწავლება დარჩა ხელუხლებელი, მაგრამ რაღაცნაირად მოვხედავთ ეს მაგ ასახული პეტრიცთან, არა პროკლესთან, ამავე პეტრიცთან. ამიტომ მე ეს ორი ესე ავიღე და აი ამ ერთს უკავშირებდი სწორედ ესე იგი რიცხვებს, პლეოპლატონურ რიცხვებს და პლატონ არისტოტელის რიცხვებს უკავშირებდი სტოელთა ინკორპორიალებს და სწორედ ამ სტოელთა ინკორპორიალების რომელსაც თავად სტოელები ერთგვარ ღვთაებრიობადაც აღიქვავდნენ ღმერთებად, აი ამ ღმერთებს ის კავშირს უკვე მაქსიმეს ლოგოსებთან და მაქსიმეს და ქრისტიანულ
ასე ვთქვათ, ანგელოლოგიასთან და წმინდა საინტოლოგიასთან, რომ საინტოლოგები რომ არიან. ეგ არის კი science არის და რა სენტოლოგიებთან იქნება, ესე იგი წმინდათა სწავლების შესახებ. რა ვინ არიან წმინდები, სად არიან, მათი სული, მათი სხეული თუ აქ არის სული, იქ არის და თუ სული იქ არის და ესენი როგორც პიროვნები სულად ოპერირებენ, მაშინ სხეული რაღაც საჭიროა და ასე შემდეგ რა. მაშინ აღდგომა რაღაც საჭიროა თუ ისინი სულად ოპერირებენ და ჩვენ თვლით რომ ისინი სულად ოპერირებენ და ცოტა გაურკვეველი საკითხებია, ამიტომ იქნება აი ამისი მართლმადიდებლებს ამაზე პასუხი არ აქვთ. ერთი პასუხი შეეცა და გაეცა ლუდოვიკოს თეოლოგიური პასუხი, რომელიც არ დამაკმაყოფილებელია. ესე იგი, თუ უკვე არსებობს სულები და სულები უკვე თავისებური